გამარჯობა, სამწუხაროდ ჩემო ქართველებო, მინდა გაცნობოთ ძალიან ცუდი ამბავი, იმიტომ რომ ეს ამბავი გავიგე დღესდილით და მინდა აუცილებლად გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება საგარეო საქმეთა სამინისტროდან სუსის საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსად გადაიყვანეს ვინმე ნაძირალა კონსტანტინიდი თუ არ ვწდები, ზუსტად კონსტანტინიდი, კი, ბერძნული წარმოშობის მე ვიტყოდი რომ უცხო ქვეყნის საგარეო დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ არის ჩვეულებრივ მტერი ქართულ ენოვანი და ქართულ გენოვანი მოსახლეობის და მის ბინძურ ხელებზე არის სისხლი ჩვენი სასახელო მფრინავის სოსო ოსურაულის, რომელიც კონგოში სამწუხაროდ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოკლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი იყო და ყველაფერს თავი დავანებოთ გასო ინფორმაციას გადარჩენილი ყავდა ამის 2 ბატალიონი ქართული 2008 წლის ომში. მე ამ კონსტანტინიდთან პირადად მქონდა შეხება, მათ შორის მეზღვაურები რო ჩამოვათრია ისინი ლიბიაში რო იყვნენ, საქართველოში დატყვევებული რო ყავდათ ლიბიაში და სხვადასხვა საქმეებთან დაკავშირებით. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ყოველთვის მიბმული სახელმწიფო უშიშროებაზე ბინძურად და ორმაგად თანამშრომლობდა სხვა ქვეყანაზე რა. დღესდღეობით ქართველ ემიგრანტებს მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი არის ზუსტად ინიციატორი ქართველების უბოთი ჩამოსვენების უცხოეთიდან. და რადგან ეს იქ გადაიყვანეს, ეს ნიშნავს იმას, რომ გაძლიერდება საქართველოს მოსახლეობის დევნა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ვინც ახარ და დაიწყება ფინანსური დევნა მოსახლეობის, ანუ ვინ აგზავნის ფულს, რამდენ საგზავნის, რამდენი დევს ბანკში, ვის წინააღმდეგ უნდა მოხდეს ნარკოტიკის ჩადება, ვისი გაუბედურება უნდა მოხდეს. აი ეს კონსტანტინიდი შეადგენს სრულ ეგრეთ წოდებულ რაპორტებს და ნაბიჯვარი მდინარაძე დაიწყებს უკვე ხალხის კულაკიზაციას. და არსებობს ამათი ბინძური სპეციფიკით იმდენი საკითხი, რომელსაც ქართული ემიგრაცია კისერზე აიტანს აი ამ ნაბიჯვრიდან გამომდინარე. მე მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ სიტუაცია არის ძალიან რადიკალური, ძალიან მძიმე და გავაფრთხილო მინდა საქართველოს ხელისუფლება, რომ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც იგზის კრიმინალურად, არაფერი არ დარჩება შემჩნევის და შერჩევის გარეშე. დიდი ხნის მანძილზე აღრიცხული ხართ, ყველა თქვენ ნაბიჯვრებო, თქვენ ქართველების სისხლში ხელის ჩამყოფო ტიპებო. და თქვენ არა ხართ ახალი ტიპები, ახალ მკვერც ხუჯრედში გამოჩეკილი, თქვენ მოზდევ ხართ ქართველებს გასაუბედურებლად და მოსათხრელი იქნებით მიწიდან. დეტალები არის გაცო ქართველები უცხოეთში სადაც გაუბედურდნენ, როგორც გაუბედურდნენ და ამ კონსტანტინიდის ხელით რო იქნა ეს გაკეთებული. იცით რა არის? როცა არაფერს არ აკეთებ თანამდებობაზე როზიხარ და ესე საყაშუხის გერბ თანამდებობაზე როზიხარ, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. რას მეუბნებოდა, იცი? სოსო ოსურაულთან დაკავშირებით, კაცი ჯუნგლებში იყო რაღაცა მიტოვებული, მარტო 1 მილიონს ითხოვდნენ გამოხსნას შავები და ესა ზანგები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და ესა სოსო ოსურაულს თუ ჭირდებაო ჩვენი დახმარებაო, პასპორტს გაუკეთებთო და წამოვიდეს თვითონ. ამას ამბობდა კონსტანტინიდი, ამის ნაბიჯვარი დედა მოვთხან მე. და იცოდეთ, ეს იქნება ფეხით ამოსათხრელი ეს საძაგელი მოღალატე ქართველიერის მტერი და ამის ხელებზე არის ქართველიერის სისხლი. იყავით ძალიან ფრთხილად. და კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ რა, ვისაც უცხოეთში რაღაცა 2 კაპიკი გაქვთ დაგროვებული, ძალიან ფრთხილად საქართველოში თუ როცა ამ თანხას გადაზიდავთ, ნებისმიერი თქვენი ტრანზაქცია არ აქვს იმას მნიშვნელობა, თქვენ რო სინდისი არ დიშოვეთ, ეს ფული თქვენი შვილები, თქვენი შვილიშვილები, თქვენი უახლოესი ნათესავები, ამ პირები, რომლებზედაც გადაირიცხა ეს თანხები, უკვე შემჩნეულები იქნებიან საქართველოს უშიშროების მიერ, მომზადებული იქნება რაპორტი ამ ნაბიჯვრის კონსტანტინიდის მიერ და შეიძლება იყვნენ ყველაზე მოწყვლადი სფერო ნარკოტიკის ჩადების, ვიღაცა ჩათნახის მიგზავნის, ძალადობაზე პროვოცირების, ყავთ ესეთი აგენტ პროვოკატორები და აღმოჩნდეთ ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ. კონსტანტინიდის იქ მისვლა ნიშნავს ძალიან ბევრ ცუდ რაღაცას. გმადლობთ ყურადღებისთვის.